2020 წელს ბელარუსიაში არჩევნების გაყალბების ფონზე იყო მასობრივი მიტინგები, პროტესტები და მოკლედ არეულობა. ლუკაშენკო არბევდა მშვიდობიან მოქალაქეებს და მოკლედ კადრებს თქვენ თვითონ ხედავთ. ამ ყველაფრის ფონზე უკრაინის მთავრობამ განაცხადა ლუკაშენკოს არალეგიტიმურობა და ნეგატიურად დაიწყო ლაპარაკი მის მოქმედებებზე. კი ბატონო ლუკაშენკო იყო და ნახდათ არის დიქტატორი, მაგრამ ეს იყო ადამიანი, რომელიც უკრაინას ყველაზე მძიმე პერიოდში მხარს უჭერდა. არ მისცა რუსულ ჯარს თავის ტერიტორიაზე გასვლის უფლება და მოკლედ დაბალანსებული პოლიტიკიდან გამომდინარე მხარში უდგებოდა უკრაინელებს. ეხლა კიდევ ამ კაცს დიქტატორს და არალეგიტიმურ მმართველს ეძახიან. ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რაც უკრაინამ დაუშვა და ზუსტად ამის გამო პუტინმა გადაწყვიტა უკვე ომისთვის მომზადება. მოდით აგიხსნით რაშია საქმე და რა მნიშვნელობა აქვს ბელარუსიას ამ ომში. ხო ხედავთ კიევს, უკრაინის დედაქალაქს. რუსეთისგან ძალიან შორს არის, მაგრამ ძალიან ახლოს არის ბელარუსიასთან. აქამდე პუტინს არ უნდოდა უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომი, იმიტომ რომ იცოდა, რომ ესეთი ომი გაიწერებოდა და აზრი არ ექნებოდა. ყველაფერი შეიცვალა 2020-ში. ლუკაშენკო დახმარებას თხოვს პუტინს რუსული ჯარის ბელარუსის ტერიტორიაზე გადაყვანის სანაცვლოდ და რამოდენიმე წელი რუსეთი ემზადება ამ ომისთვის. ბელარუსის ტერიტორიაზეც მიდის წვრთნები, მერე კიდევ ყველაფერი ვიცით. ნელ-ნელა ახლოვდება 2022 წლის 24 თებერვალი. ბაიდენის ადმინისტრაციისგან ზელენსკიმ უკვე იცის რუსეთის შესაძლო გეგმების შესახებ. ზელენსკი ყველანაირად ცდილობს კონფლიქტის არიდებას, მაგრამ ყველაფერი გადაწყვეტილი აქვს პუტინს. ომი უნდა დაიწყოს.